მისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი ხართ, როგორც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი ეს ადამიანი? იფიქრეთ საკუთარ თავზე თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებაზე, ნახავ რა მნიშვნელობა გაქვთ მის თვალში და თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია. ჯერ ნახოთ თქვენთვის რას წარმოადგენს თქვენი ჩაფიქრებული, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, მისთვის რას წარმოადგენთ და მის თვალში რამდენად მნიშვნელოვანი ხართ. ბალანსისთვის არ დაგავიწყოთ ვიდეოს დალაიქება, კომენტარში სიყვარულის, გულის, ემოციების გაზიარება. ნახოთ აბა თქვენთვის რა არის და მისთვის რა ხართ. თქვენთვის რეალურად ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სულიერ დონეზე. თქვენ აქ სულიერ გაკვეთილს გადიხართ ძალიან ბევრს, თქვენთვის ეს არის რაღაცა ძველის გაცოცხლება, ერთი ციკლის დასრულება, შეიძლება ისე ვთქვათ, კარმის გადატრიალება, თავდაყირა დაყენება, ცხოვრების შესწავლა, მთელი სამხედველობის შეცვლა. თქვენ ამ ურთიერთობას შეიძლება სწავლოთ ნამდვილ ჭეშმარიტ გულის მიერ სიყვარულს, უპირობო სიყვარულს შეიძლება სწავლობთ ამ ადამიანის მიმართ, როგორია გიყვარდეს ადამიანი, როცა შეიძლება საპასუხოდ იგივე არ მოდიოდეს. რამდენადაც თქვენთვის ეს ყველაფერი, აი გულში, სულში ჩამწვდომი ურთიერთობა, იმდენად ვიტყოდი, რომ თქვენი პარტნიორი განსხვავებულად ხედავს საერთოდ ამ სიტუაციას და განსხვავებული თვალით უყურებს. ჯერ ერთი რომ აქ ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ სხვა პიროვნებები იყოს ურთიერთობაში, მესამე პირების სიტუაციები ერიოს სასიყვარულო კუთხით, მისი მხრიდან განსაკუთრებით და ზოგადადაც ჩანს ტენდენცია ურთიერთობაში, რომ მარტონი არ ახართ. მეორე მომენტი კიდე ის უფრო პრაქტიკული თვალსაზრისით უყურებს ურთიერთობას, მას თითქოს და თქვენ აღგიქვათ როგორც შანსს, როგორც შესაძლებლობას, რაღაცა სამყარო აძლევს, მაგრამ თითქოს არ უნდა ამის მიღება, ან ძათ არ არის, ან თანახმა არ არის, ან ძახის რომ ეხლა მე მარტო მინდა, ან თქვენთვის გაცლებით პირდაპირ რომ მეტად მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა და გაცლებით მეტს გასწავლობთ, ვიდრე ამ ეტაპზე ეს ადამიანი. ამ ადამიანს საერთოდ არ უნდა სიმართლე რომ ვთქვათ, არაფრის სწავლა, არაფრის მიღება, არაფრის განვითარება. ერთადერთი ძახი რომ ავყოფეთ როგორც ვარ ესე, მე ახლა უნდა ვიყო მშვიდად, მე ახლა ჩემ თავში უნდა ჩავყალიბდე, გავერკვე, შინაგან სამყაროში აქვს დასალაგებელი, თან აქ რაღაცები აქვს სასწავლის, საერთოდ ძალიან ბევრი აქვს, ძალიან ელემენტარული აქვს სასწავლი ამ ადამიანის ურთიერთობაში, როგორც ხედავ, აი თქვენ უფრო მასშტაბზე გადიხართ და უფრო ფართო ხედვით გეცვლებათ ხედვები, ამას ძალიან წვრილმანი ყოველდღიური ყოფითი მოვლენები შეიძლება გქონდეს სასწავლი ურთიერთობაში და თქვენთვის მნიშვნელოვანი ხართ, მაგრამ აქ როგორც გითხარით, სხვათანაც თითქოს ახდენს თქვენი სიყვარულის ენერგიის და ურთიერთობის გაყოფას, ანუ მარტო თქვენთან, თქვენთვის არ არის ამ ურთიერთობაში ეს პიროვნება და თან თითქოს ვერც ხედავს და ბოლომდე ვერც აღგიქვათ, რეალურად თქვენ ფასს ვერ ხედავს, რა ძვირფას და რა მნიშვნელოვანი ხართ, ამის დანახვის უნარიც არ აქვს ბოლომდე ამ პიროვნებას. თუ მოგეცნოთ ვიდეო და